ტრამპის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა მარკო რუბიოსთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო. გეგმა შეიცავს პუნქტებს, რომელზეც სახელმწიფო მდივანმა უარი თქვა. ინფორმაციას როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობებით 28 პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ სახტებისა და უსაფრთხოების საბჭოს მაღალი რანგის პირები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ინფორმაციას უარყოფს. სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს. დელეგაციის 9 კაციანის შემადგენლობა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. ამერიკულ, ევროპულ და რუსულ მხარეებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინის ეროვნული უშიშროების, დაზვერვის გენშტაბისა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელები მიიღებენ. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში შვეიცარიაში გაიმართება. რუსეთი არ იქნება ჩვენი სახლის ბატონ პატრონი, აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მან ოკუპანტის დღევანდელი ქმედებები 1922-23 წლების ჰოლოდომორს შეადარა, როდესაც სტალინური რეჟიმის მიერ მოწყობილ შიმშილს მილიონობით უკრაინელი ემსხვერპლა. ჩვენ ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ უკრაინას, თქვა ზელენსკი. კახა კალაძე და სპორტის მინისტრის პოსტზე მყოფი შალვა გოგოლაძე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდნენ. ინფორმაცია ბელარუსული მხარისგან გახდა ცნობილი. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია წერს, რომ მხარეებმა ფეხბურთში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.